8 ადამიანი დაშავდა ბოლნისში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, მათგან 2 მძიმე მდგომარეობაშია. ისინი კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. ხმაური და დაპირისპირება ბოლნისი მარნეულის გზაზე წუხელ მას შემდეგ დაიწყო, რაც სოფელ ნახიდურთან 2 არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა. ავარიის შედეგად ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ადგილობრივები მძღოლის მათთვის გადაცემასა და დასჯას ითხოვდნენ. სიტუაცია იმდენად გართულდა, რომ ადგილზე საპოლიციო ძალების, მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წევრების მობილიზება გახდა საჭირო. 21 წლის მამაკაცი, რომელიც ავტომობილს მართავდა, დაკავებულია. ირაკლი ბახტაძე მუშაობს თემაზე და არკვევს უფრო მეტ დეტალს მომხდარის შესახებ. ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება ბოლნისიდან. გისმენთ ირაკლი. თავდაპირველად დავიწყოთ იმით, რომ ბოლნისი მარნეულის გზაზე, იქ სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაასრულებულია, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმ ადგილას, სადაც 2 ახალგაზრდა დაიღუპა, რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს, რასაკვირველია, ამოიღეს შესაბამისი ვიდეო აუდიო მტკიცებულებები და გამოკითხეს ის პირები, რომლებიც ამ ამბავს შეესწრნენ. ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე პირი იმყოფებოდა გუშინ მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის გააყოფილებაში, რომლებმაც სამართალდამცველებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც გუშინ გვიან ღამით მარნეული ბოლნისის გზაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით 2003 წელს დაბადებული პირი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მართავდა ავტომობილს, რომელიც შეეჯახა 2 არასრულწლოვანს. აქედან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილში. ვერ შეძლეს მედიკოსებმა ვერც ერთი პირის გადარჩენა, რადგან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე. ამის შემდგომ დაპირისპირება გაგრძელდა იმ ადგილას, სადაც ეს შემთხვევა მოხდა და ამ დაპირისპირების შედეგად არსებული ინფორმაციით 8 პირი არის დაშავებული, რომლებიც კლინიკაში არიან გადმოყვანილები და სავარაუდოდ ამ დრომდე რჩებიან ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში. როგორც გუშინ მედიკოსებმა მედიასთან გააკეთეს კომენტარი, 2 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, ისინი იმყოფებოდნენ რეანიმაციულ გააყოფილებაში, თუმცა ახლა როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არის უცნობი. ჩვენ ვეოდებით დამატებით მცნობებს მედიკოსებისგან, რომლებიც სულ ცოტა ხანში მედიასთან გააკეთებენ კომენტარს და რასაკვირველია, ამის შემდგომ გვეცოდინება უფრო მეტი დეტალი დაშავებულ პირებთან დაკავშირებით. რაც შეეხება თავად აქ განვითარებულ მოვლენებს, ბოლნისის ცენტრალური კლინიკის ეზოში ამ დრომდე რჩებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფები, კრიმინალური, საპატრულო პოლიცია და მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც ახლა უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ამ ტერიტორიას იცავენ. ათეულობით სპეცრაზმელი არის ახლა ამ ტერიტორიაზე. ისინი გუშინ გვიან ღამით გამოჩნდნენ ბოლნისი მარნეულის გზაზე, მაშინ როდესაც უკიდურესად დაიძაბა ვითარება მოქალაქეებს შორის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გავრცელა გუშინვე განცხადება, სადაც ჩვენ ვკითხულობთ, რომ დაკავებულია ის პირი, რომელიც მართავდა ავტომობილს, ის რასაკვირველია, სავარაუდოდ ახლა იმყოფება სამმართველოში. დღის განმავლობაში მას ოფიციალურად წარუდგენენ ბრალს და ამის შემდგომ უკვე ჩაინიშნება სავარაუდოდ პროცესი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გავრცელა განცხადება, სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ დაშავებულები არიან სამართალდამცველებიც, რომლებიც სავარაუდოდ იმყოფებიან ასევე ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში. როგორც გითხარით, ჩვენ ვეოდებით დამატებით ცნობებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და რასაკვირველია მედიკოსების მხრიდან იმისათვის, რომ გავიგოთ თუ როგორია დაშავებული პირების მდგომარეობა. სამწუხაროდ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 არასრულწლოვანი სიცოცხლე ემსხვერპლა, სავარაუდოდ მათ დღესვე დაკრძალავენ. რაც შეეხება აქ მიმდინარე პროცესებს, მას შემდეგ რაც გუშინ უკიდურესად დაიძაბა მოქალაქეებს შორის ურთიერთობა, ამის შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩათვალა საჭიროდ, რომ საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად ამ პროცესში ჩართულები ყოფილიყვნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ იმ ადგილას, სადაც ეს უბედური შემთხვევა მოხდა. ამის შემდგომ, როგორც ჩანს, მათ გადმოინაცვლეს ბოლნისის ცენტრალური კლინიკის ეზოში უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე. ჩვენ ვრჩებით ამ ტერიტორიაზე და რასაკვირველია, მაყურებელს უფრო მეც მოუყვებით შემდეგ გამოშვებებში და ვეტყვით თუ როგორია იმ მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც დაპირისპირების დროს დაშავდნენ.